დროებითია თუ არა სიჩუმე? რას ფიქრობს ადამიანი, რომელიც დუმს? შენზე რას ფიქრობს? მოგესალმებით ყველას, ძვირფასებო. გავაკეთოთ დღეს ასეთი გაშლა. რას ფიქრობს ადამიანი შენზე, რომელიც დუმს? და დროებითია თუ არა ეს სიჩუმე? შეხედეთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ მას ელოდებით. რაღაცა მოხდა ისეთი, რომ თავიდან თქვენ ჩაიკეტეთ ემოციურად და შემდეგ უკვე თვითონ ემოციურად ჩაკეტილი ხართ ორივე. რაღაცამ გაიძულათ. შესაძლოა უკვე მესამე პირსაც მიჩვენებდეს. ცალსახად აქ ჩანს სამკუთხედი. მისი სიჩუმე, ამ სიჩუმეში ეს პიროვნება ბედნიერი თვითონაც არ არის მეგობრებო. ძალიან სერიოზული ემოციური დისბალანსია, ძალიან ბევრი ადამიანია ჩარეული ამ ურთიერთობაში და მის სიჩუმეშიც, იმიტომ რომ აი ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრობს რა როგორ გადავწყვიტო, ასე ვთქვათ, ღირს არ ღირს ისევ თავიდან დაწყება ან ურთიერთობის ან კომუნიკაციის. აქვს ემოციური დაბნეულების პერიოდი, აქვს დაბნეული ადამიანი ჩიხში ამიჩვენებს. მას ჭირდება დრო, რომ საკუთარ თავს გაუგოს, რომ მიხვდეს, რამდენად სწორად იქცევა, რომ გააკეთოს არჩევანი. მიჩვენებს, რომ თქვენთან ადამიანი იყო გულწრფელი საუბრის დროს. რა გითხრათ არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ან ყველაფერი აღიარა, ან აღიარა ის, რომ მზად ამ ეტაპზე არ არის არჩევნისთვის, რაღაც არჩევანს მიჩვენებს. ამ ეტაპზე მიჩვენებს, რომ ემოციურ დისბალანსია საერთოდ, ფიქრობს, რომ თქვენთვის ამ ეტაპზე სჯობს, რომ ემოციური სიცივე იგრძნოთ უფრო მისგან, ვიდრე ისევ დაუფიქრებელ ნაბიჯში, დისბალანსში შეგიყვანოს. სადღაც ალბათ რაღაცას გირდებოდათ, ხვდებით, იმიტომ რაღაცა დისბალანსზე საუბრობს, რომ ისევ იმ წრეზე ვერ დავდგები, არ მიმიღებენო მიჩვენებს. არ მიმიღებს ისევ ისეც, როგორიც ვიყავი, ანუ უნდა შევიცვალო, რომ მასთან აღმოჩნდე, რომ მასთან მივიდე. ფიქრობს თქვენზე სხვათა შორის. აქ კიდევ ორი ქალი ამოდის. ქალი ან გააჩნია ვიზე უყურებთ, მეგობრებო, ბიჭებო, გოგოებო და ამიტომ ორი ადამიანია კიდევ, რომელიც კარგად ორივე ურეცხავს მას twins, ყოველდღიურად, სავარაუდოდ. კარგად მოქმედებენ თქვენს წინააღმდეგ ეს ორი პირი, კარგად მოქმედებს. ან ეს არის არჩევანი, სადაც ფიქრობს ადამიანი, ვთქვათ, მაგალითად, სწორად ვიქცევი, არ ვიქცევი და იცის, რომ თქვენ მას ელოდებით და ელოდებით მის პასუხსაც. თუ მე ვიტყვი, რომ აქ იძულებითი დისტანცია, იძულებითი. რაღაცა ძალიან სერიოზული მოხდა თქვენ შორის. ეს სიჩუმე ძვირფასებო აღნიშნავს სხვათა შორის. საერთოდ ბევრთან აქ ადამიანი მაგიაშია, მოჯადოვებულია კარგად. არ მიყვარს ამ თემებზე საუბარი, საჯარო გაშლებზე, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ბევრთან არის ეს ფაქტორი. მისი სიჩუმე არ ნიშნავს იმას, რომ უგრძნობლობა, რომ გრძნობები არ აქვს, არამედ აქ რაღაცა დროის ფაქტორს ადამიანი, ასე ვთქვათ, იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით უფრო პოზიტიურად დაბრუნდეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე წავედი და მორჩა, არა. რაღაცას იყენებს იმისათვის, რომ აი ამ დროს იყენებს იმისათვის, რომ როგორც ჩანს, დაბრუნდეს ამ ურთიერთობაში, სავარაუდოდ, ან მეგობრობაში, ან ურთიერთობაში.
რომ თქვა, რომ აქტიურად მესამე პირები აქ, არა, შეიძლება იყოს ვიღაცა, მაგრამ ეს ვიღაცა მისთვის არც ისე თუ მნიშვნელოვანია სხვათა შორის. ნუ რომ იყოს მნიშვნელოვანი, თქვენ აღარ იქნებოდით ალბათ მათ, ხო? მაგრამ ისეც გაითვალისწინეთ, რომ ამ მესამე პირს ძალიან სერიოზული რეალური გავლენა აქვს ამ ადამიანზე. შეიძლება იყოს მშობელიც, შეიძლება იყოს დაც, ძმაც და ძმაკაციც ან დაქალიც. ვიღაცა კარგად მასზე მოქმედებს. ხშირად. რომ არ თქვა რომ მუდმივად ხშირად. თან უსმენს, ხვდებით? უსმენს, მაგრამ ჯერჯერობით არ უჯერებს. მისი ყურადღება თქვენზეც არის ძვირფასებო სხვათა შორის. ღამე ეს ადამიანი თქვენზე სულ ფიქრობს, მართლა დაბნეულია, მართლა არეულია. ემოციების გარეშე თქვენზე ფიქრი მას არ შეუძლია ძვირფასებო. ნუ რაღაც არჩევანია, აი ზუსტად რომ ვთქვა რა, ნუ ეს ხარ არის პირადი გაშლა. არის შესაძლებლობა ამ თვის ბოლომდე სხვათა შორის შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდეს კიდევაც. და ახალ წრეზე დაიწყოთ მასთან სიარული, მაგალითად, ხო? ცხოვრების ეტაპი დაიწყოთ ახალი წრიდან. ბევრთან ასე იქნება ძვირფასებრივ, ადამიანი ბრუნდება ამ სიჩუმიდან, ბრუნდება თქვენთან, სხვათა შორის ახალი ემოციებით, ძალიან სხვანაირი განწყობით, გამოსული დეპრესიიდან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ, ნუ, ახალ გზაზე ხართ მასთან ერთად და ბევრთან იქნება ისე, რომ მისი არჩევანი თქვენ არ მოგეწონებათ ძვირფასებო. რაღაცას ისეთ შემოგთავაზებთ, რაც უკვე ძალიან კარგად იცით, რაც უკვე აქამდეც იყო, ხვდებით და იტყვით, რომ ის რასაც შემთავაზობ, ჩემთვის მიუღებელია. მე აქ უკვე ნამყოფი ვარ აი ამ სიტუაციებში და აღარ მაწყობს ასეთი ურთიერთობა სავარაუდოდ. ან ყველაფერი, ან არაფერი ეუბნებით თქვენ. ან შენ მოდიხარ შემოთავაზებით, სადაც მეც თანახმა ვარ ამ ასე ვთქვათ, ახალ ეტაპზე, ან საერთოდ აღარ მოდიხართ. აქ ორი ვარიანტია. ან ბრუნდება შეცვლილი, საჯარო გაშლა, ან მოდის და გეუბნებათ. ყველა ვარიანტში ბრუნდება, მაგრამ ამბობს, რომ აი ასე საქმე და თქვენ ეუბნებით, რომ არა, მე ასეც ვერ მიგიღებ. წარმატებები.